საქართველოს უნგრელი ექსპერტის დახმარებით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კუთხით მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა. იგი ოფიციალურ შეხვედრებს სამთავრობო დელეგაციასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძესთან ერთად ესწრებოდა. სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის, რა თქმა უნდა, განათლების და გამოცდილების გაზიარების მიმართულება, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ ქართულ სტუდენტებს, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით მიიღონ დაფინანსებები უნგრეთში სწავლებასთან დაკავშირებით, აქვე აუცილებლად აღნიშნავდი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ ასოცირებით ნაკის ვალდებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი და ნაწილი ეძღვრება სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის უნგრეთის გამოცდილება ამ ნაწილთან მიმართებით და აქედან გამომდინარე ამ ნაწილში გამოგვთქვეს მზადყოფნა, რომ გამოყონ ექსპერტი, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ თანამშრომლობის რეჟიმში იქნება საქართველოსთან მიმართებით.